მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილდათ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ საავადმყოფოდ არის ეს პატარა სასაჩუქრე ნივთები, რომელიც შეეგიძლიათ, რომ თქვენთვის იყოს დამუხტული, მხოლოდ და მხოლოდ და რომელიც მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას, კარიერულ წინსვლას და პირად ურთიერთობებთან მიმართებაში. ესეთი პატარა გასაღებები, რომლებიც შეგიძლიათ კოლონების სახითაც ატაროთ, შეგიძლიათ თქვენს გასაღებებზე გააკეთოთ სახლის ან მანქანის და იქნება კონკრეტულად თქვენთვის დამუხტული, რომელსაც გამოყოფა ესეთი ორი სანთელი, ერთი მწვანე ფინანსური რესურსისთვის, ხოლო მეორე წითელი პირადი ურთიერთობებისთვის და ერთი ესეთი დარჩა, ესე ვთქვათ, შემთხვევით ნახე, ერთი ძალიყა დარჩა ეს კოლონი, კი არა და საკიდი გასაღებზე, რომელიც შეგიძლიათ ასევე შევხვდეთ. საკიდის ღირებულება არის 20 ლარი, ხოლო გასაღების 15 ლარი. ეხლა კი მინდა გავაკეთო გაშლა პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. რას ფიქრობდა პარტნიორი თქვენთან მიმართებაში დღეს? რას ფიქრობდა დღეს? ნახოთ აბა, ვინ მოვიდა სასაუბროთ. პარტნიორი ვინ არის? ადამიანი, რომელიც შეიძლება ახლა კომუნიკაცია გქონდეს ძალიან ისეთი ცუდი კი არა, ფაქტობრივად შეიძლება არ გქონდეთ კომუნიკაცია. ან თუ რაღაცა პატარა კომუნიკაცია გაქვთ, რაღაც ისეთი სტილის გამარჯობა ნახვამდის, ხო, რაღაც ესეთი მომენტი. ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე თქვენთან მიმართებაში არის გაურკვევლობაში, არის გადართული ძირითადად სამსახურში, ესე რომ ვთქვათ, მის საქმიანობაში. შესაძლებელი აქვს რაღაცა სამსახურობრივი ურთიერთობაც იყოს, ვთქვათ, არის ესეთი მომენტი, როდესაც სამსახურით გაკავშირებთ, ხო, რაღაც პარტნიორთან ურთიერთობაში არის ესეთი მომენტები. ყოველ შემთხვევაში გაქვთ, ნახეთ, რაღაცა გადაკვეთის წერტილიც გაქვთ, მაგრამ ბოლომდე არ ხართ ერთად, ხო, რაღაცა ერთმანეთთან თითქოს სიტუაცია გაურკვევლობაში არის შესული. აი, ესეთი ადამიანი არის დღეს ჩვენთან მოსული სასაუბროდ. ნახოთ აბა. რას ფიქრობდა ეს ადამიანი დღეს თქვენთან მიმართებაში? იმპერატორი. ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი პრინციპული ადამიანი არის, ადამიანი, რომელიც საკმაოდ ესეთი ძლიერი არის, რომელსაც აქვს თავისი სტატუსები, ესე ვთქვათ, შეიძლება ეს თქვენი უფროსიც არის რაღაც მომენტში, ანუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი რას ფიქრობდა თქვენთან მიმართებაში, იმას, რომ თქვენ წესით და რიგით ყველაფერი უნდა გაგეკეთებინათ ისე, როგორც მას ენდომებოდა, ყველანაირი სიტუაცია უნდა ყოფილიყო მასზე მორგებული და აღმოჩნდა, რომ თქვენთან მიმართებაში სლათ ესე თავისი ესეთი იმპერატორული ხასიათი და თავისი ესეთი ძლიერი ხასიათი ბოლომდე ვერ გამოაჩინა, ხო? ვერ გამოაჩინა, იმიტომ რომ მას რაღაცა ემოციური მომენტები აკავშირებს თქვენთან, სადაც ადამიანს უნდა რომ ურთიერთობა გქონდეს თქვენთან მიმართებაში, ხო? რაღაც კომუნიკაცია გქონდეს თქვენთან მიმართებაში. შეხვედრად შეიძლება, ხო? ადამიანი ფიქრობს იმას, რომ გააკეთოს ნაბიჯები, მაგრამ ნახეთ, ამ ნაბიჯების გაკეთება არ მოსწონს, ესე რომ ვთქვათ, აი შეიძლება გაუჩნდა ადამიანს სურვილი, რომ ნაბიჯი გააკეთოს, მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ მის პრინციპებს ეწინააღმდეგება რაღაცები, მის ეგოს ეწინააღმდეგება ეს ნაბიჯები, ხო? და აქედან გამომდინარე არ მოსწონს ის მომენტი, რომ აქ მისი თქვენდამი დამოკიდებულება იმდენად რაღაცა უცნაური არის, რომ თავის თავსაც რომ
ეწინააღმდეგება, ხო, რაღაცა ფიქრობს იმას, რომ კარგი იქნებოდა რაღაცა თქვენთან პატარა შეხვედრები, კარგი იქნებოდა რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ მოდი დაველოდებით დროს, ხო, თითქოს აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ესეთი მომენტიც იყოს, რომ ადამიანი, ნახეთ როგორი სიტუაცია, ადამიანი ცდილობს, რომ თვითონ არ გამოაჩინოს თავის სახე და გამოქმედოთ თქვენ და ამ სიტუაციას დაელოდოს თქვენ, როდის გაგიყვანთ კავშირზე, ხო, რაღაცა თulis იმას, რომ მისი ხასიათებიდან გამომდინარე, თქვენ გაგიჩნდებათ მის მიმართ რაღაც შიშებით, რაღაცა მომენტი რომ დაკარგავთ, რაღაც ემოციები, რითაც უკვე იმოქმედებთ თქვენ და რაღაც მომენტი, როდესაც დაგელოდებათ, მერე უკვე მიიღებს იმ საწადოს, რაც უნდა, ხო? კარგით, მოდით, აბა რა სურს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში? რა სურვილები გააჩნია თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს? რა სურვილები? რაღაცა იცით როგორი მომენტი არის, რაღაც ინფორმაცია, რაღაცნაირად აქ უფრო თითქოს თქვენგან სჭირდება ინფორმაციული მდგომარეობა, ხო? რას ფლობთ იმპერატრიცა? ნახეთ, თქვენ თვითონაც იმდენად ძლიერი ადამიანი ხართ და იმდენად გამოცდილი ადამიანი ხართ, რა სურს თქვენგან და სურს თქვენგან, რომ ნახეთ, კი ის იმპერატორია, მაგრამ თქვენც არანაკლები სიძლიერის ადამიანი ხართ. შესაძლებელია რაღაც იყოს აქ მესამე პირების, მაგრამ არ ვიცი რატომღაც უფრო ეს წავიდა, ეს მომენტი მომდის აქ მესამე პირებიდან მიმხრივ და სამკუთხედის რო ვერ მიმყავს ეს გაშლა. აქ როგორი მომენტი, ისეთი თითქოს რაღაცა ამ ადამიანთან თქვენ გაკავშირებთ ისეთი სიტუაციები, რომელიც საერთო ინტერესსაც წარმოსახავს, ხო? საერთო ინტერესები გაქვთ. შეიძლება თქვათ რაღაცა ხო გეუბნით, აი რაღაც თანამშრომლური მომენტებიც გაქვთ და იქ რაღაც ურთიერთობის მდგომარეობა იწყება, ხო? ამ ადამიანს უნდა თქვენგან ინფორმაცია, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ უნდოდეს თქვენგან რაღაცა ისეთი ემოციური ინფორმაციები, რომელიც ნახეთ, თქვენ უკვე გავლილი გაქვთ, თქვენ უკვე იცით და რაღაცა დაეხმარებით ემოციური მდგომარეობით. მეორე შესაძლებელია რაღაც ისეთი ინფორმაციასთან გაქვთ წდომა, რომელიც ამ ადამიანისთვის ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, ასე რომ აქ რაღაცა სიტუაციები არის ისეთი, სადაც ამ ადამიანის თქვენ და ინტერესები ცოტა ესე ვთქვათ საწყენია, მაგრამ ცოტა გამომყენებლობითი ფორმა უფრო ჩანს, ხო? თან ცდილობს რომ თქვენ იყოთ აქტიური, თქვენ მიიღოთ რაღაცა ემოციები. იცით რა არის ის მომენტი, რომ ამ ადამიანს გაუჩნდა ემოციები, მაგრამ ეს ემოციები არ არის ის ემოციები, რომელიც ვთქვათ სიყვარულს ვეძახით, ხო? რაღაცა თითქოს როგორი მომენტია, იცით, აქ არის სიტუაცია, როდესაც რაღაცა დამოკიდებულება, თქვათ, ძალიან ცივად უდგებოდა ყველაფერს, მაგრამ თქვენთან კომუნიკაციის მერე ცოტა სხვანაირად დაიწყო ყურება იმ მხრივ, რომ შეიძლება ნახეთ უბრალოდ ადამიანურად სხვა პიროვნული მდგომარეობები რაც დაინახა თქვენში, ეს გახდა მისთვის ცოტა ისეთი მომენტი, ხო? აი რაღაც ესეთი სიტუაცია. რა უნდა კიდე აბა თქვენგან? ხო, თქვენგან რაღაცა მზრუნველობა სჭირდება. მზრუნველობა, რაღაც მდგომარეობა სჭირდება, რომლითაც შეიძლება რაღაც კიდე უფრო მეტ საფეხურზე ავიდეს ეს ადამიანი. არ ვიცი, ეს აშკარად, მოდით ესე გეტყვით, ეს გაშლა ეკუთვნის მათ, ვისაც ასე ვთქვათ, სამსახურობრივი რომანის მომენტების მდგომარეობა აქვს, რაღაცა გადაკვეთა აქვთ მსგავს სიტუაციებში და ბევრისთვის ნამდვილად ვერ რეზონირდეს შეიძლება, მაგრამ ალბათ დღეს ეს იყო საჭირო. რომ ამ ადამიანს კიდევ ერთხელ გეტყვით, სჭირდება თქვენგან ინფორმაციული კუთხით რაღაცა საკითხების მიცდენა. კარგით. რა ნაბიჯები ექნება უახლოეს
პერიოდში ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. მისი ნაბიჯები რა იქნება თქვენთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში. ნაბიჯები. მეცით რა არის აი ნაბიჯები შეიძლება გაგიკვირდეთ და ცოტა ისეთი მომენტი იყოს არ მოგეწონოთ იმ ხრივ რომ შეიძლება რაღაც ისეთი ინფორმაცია გაიგოთ, რაღაც ისეთი ქმედება გააკეთოს, რომ თქვენ გაბრაზდეთ ამაზე, ხო, ადამიანმა უბრალოდ რაღაცნაირად მოგატყუოთ და თქვენ პრინციპებს გადაგაბიჯებინოთ, ხო, რაღაცა სიტუაცია შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, რომ ისეთი სიტუაცია თუ თქვენი კონკრეტულად მართლა უფროსია, შეიძლება ითქვას, რომ გაგაკეთებინოთ ისეთი მიგაღებინოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან გატკენთ, ხო, რომელიც შეიძლება განთავისუფლებას მომენტიც იყოს, თუ კონკრეტულად რაღაცა ვერ მიიღო ისე როგორც მას ჭირდება, ხო, აი რაღაც ისეთი სიტუაცია ან ჩამოგაშოროთ ისეთ მნიშვნელოვან მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩამოგხსნათ, ხო, რაღაცა ის ვალდებულებები და შეგიმციროს, თქვათ, რაღაცა ინფორმაციული წდომა რაღაცეებთან. აი, აშკარად აქ როგორი მომენტიც, აი, რაღაც სამსახურებრივი მომენტების მდგომარეობა, რომ რას გააკეთებს ადამიანი, იმოქმედებს და შეეცდება, რომ რაღაცნაირად თითქოს თქვენი პოზიციები, რომელსაც ვყარათ ინარჩუნებთ, დაგათმობინოთ, ხო? რაღაცა გაგაკეთებინოთ ისეთი, ან გათქმევინოთ ისეთი, რაც საბოლოო ჯამში რაღაცა ტკივილს მოგაყენებთ. ან უბრალოდ შეიძლება არც არაფერი ისეთი, ანუ განთავისუფლება სულაც არ იყოს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი იყოს, რაღაცა ისეთი ინფორმაცია გაიგოთ ამ ადამიანისგან გაჟღერებული, რომ ძალიან არ მოგეწონოთ, ხო? და რაღაცა გულის წყვეტა გქონდეთ ამასთან მიმართებაში. რატო იქცევა ეს ადამიანი ესე? რატო იქცევა? მოდით ესე ვიკითხოთ, რატო იქცევა ესე? თავისი ეგო, თავისი თვითკმაყოფილება, თავისი პრინციპულობა, თავისი რაღაცა იცით როგორი მომენტია, აი ადამიანს აქვს რაღაცა თავისი ილუზიები, თავის გარშემო უნდა იტრიალოს ყველამ და ყველაფერმა, ის უნდა იყოს ერთადერთი გამარჯვებული ადამიანი, ის უნდა იყოს რა ვიცი, კოლექტივის ცენტრში, ის უნდა იყოს ყველა მასთან უნდა მიდიოდეს თითქოს ჭკუის საკითხავად, ხო, რაღაცა ისეთი ეგო აქვს ამ ადამიანს, რომ ნუ რაღაცა თან ნახეთ, აი ცოტა ეჭვიანის მომენტიც არის და შესაბამისად აქ ეს მომენტები, რომ ადამიანი ცდილობს, რომ ყველა სიტუაციაში კონტროლი ქონდეს აღებული თანამშრომელზე, კონტროლი ქონდეს აღებული რაღაც, აი აქ არ ვიცი ხა სამსახურებრივი სიტუაცია თუ ვინმეს რაღაცა ისეთი სიტუაცია, აქ პარტნიორული მომენტი არ არის, აშკარად ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა და რაც მე გამოადგება ჩემს მენელს, ხო, ვინც უსმენთ ჩემ არხს. ნახეთ, აქ ადამიანი თulis, რომ მის გარშემო უნდა იყოს, ის უნდა იყოს ყველაფრის მაკონტროლებელი და თქვენ კი მის ნახეთ, თითქოს კონკურენტიც ახართ ამ ადამიანისთვის, ხო? სურო თქვენი უფროსი იყოთ, მაინც კონკურენტად აღიქვათ, იმიტომ რომ თქვენ გააქვთ ის სიჭკვიანე, ის მდგომარეობა, რომელიც ამ ადამიანს აშინებს, ხო? რაღაცა მომენტში შეიძლება გამოხატავთ, ხო? ამას ძალიან კარგად აფიქსირებთ იმას, რომ შეგიძლიათ იმაზე მეტი გააკეთოთ და იმაზე მეტი შეისწავლოთ, ხო? ვიდრე ამ რაღაცა იცით, ხო? ისე რომ ჩემოკარგებო, ესე გეტყვით, აქ დღევანდელი გაშლა, ეს არის სიტუაცია სამსახურთან მიმართებაში, ეს არის მდგომარეობა, სადაც გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ, სადაც შესაძლებელია კიდევაც რაღაცა ფლირტის მომენტები გქონდეთ ვიღაცასთან და ვერ გარკვეულ ხართ, საერთოდ რა უნდა, იმიტომ რომ ერთი მომენტი ჩდება, მეორე მიდის, აი იცოდეთ რომ აქ გაფრთხილება უფრო არის, რომ ფრთხილად იყავით, არ დაკარგოთ სამსახური, ფრთხილად იყავით იმ სიტუაციებიდან და არ გასცეთ ის ინფორმაცია, რაც თქვენ იცით და მნიშვნელოვანი არის, კარგად დააკვირდით
ადამიანებს, რომლებიც ძალიან თბილად გეპყრობიან და ძალიან ისეთი მეგობრულ გარემოს გიქმნიან, იქ სადმე რაღაც ისე არ მოხდეს, რომ შემთხვევითობა რაღაცა ერთი სიტყვა თქვათ თქვენ და მერე კუდები გამოაბან, დაუკვირდით ყველაფერს და არ გააკეთოთ ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთი ქმედებები, აი უეცარი და რო იტყვენ აი კაფიო ქმედებები, ცოტა მოლბი, ცოტა თითქოს და რაღაცა ვერაფერს ვერ ხედავ, ვერაფერი ვერ მესმის, ვერაფერს ანუ არაფერი არ ვიცი ხო, რაღაცა ისეთი ის გააკეთეთ პოზიცია ისეთი მომენტი ჩართეთ ხო, იმიტომ რომ აქ ადამიანი აშკარად ძალიან ეჭვიანია, აქ ადამიანი ძალიან ცდილობს რომ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვებული გამოვიდეს ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში, ისე რომ კარგად დააკვირდით ამ ყველაფერს აქ ფლად მარტივად, როგორც ჩანს, არ არის საქმე. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, არ ვიცი ვისთვის იქნება ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი და საჭირო. თუ არ შეგაწუხებთ, დამიკომენტარეთ, რომ ვიცოდე, იმიტომ რომ საინტერესო არის რამდენად დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია თქვენს. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, რომ თქვენ კარიერაში კიდევ უფრო წინ ყოფილიყავით და კიდევ უფრო მეტი და მეტი გქონოდეთ და წარმატებები თითოეულ თქვენთაგას და მადლობა იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს არხს.